მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მივესალმებით ჩვენს ერთგულ გამომწერებს, ასევე პოტენციურ გამომწერებს, რომლებიც დარწმუნებული ვარ, რომ ეხლავე გამოიწერთ, გააქტიურებთ ძალის ღილაკს და ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ ჩვენი გადაცემებისგან. დღეს, რა თქმა უნდა, დაპირებული სიურპრიზი მეგობრებო, რიგით მეორე ეპიზოდია ჩვენი გადაცემის. დაგგვირდით, რომ გვეყოლებოდა სახაზავის გენერალური მენეჯერი, ასევე დირექტორთა საბჭოს წევრი ბატონი თეიმურაზ ნიქაბაძე და თუ შეიძლება მკუხარი აპლოდისმენტებით მიესალმეთ ეკრანებიდან. მადლობა გიორგი მოწვევისთვის. ასევე უფასო სტანდარტული ხუმრობა ჩემგან. ვაუ, რა კარგად მოწყობილ ხართ. მიხარია, როგორც იქნა დაუბრუნდით დიდხანი პაუზის შემდეგ, კარგახანია არ დადებულა ვიდეო ჩვენს არხსა და რა ვიცი, იმედია რომ კიდე დიდი პაუზები არ გვექნება და ჩვენ იცით რომ ერთი არხის წარმომადგენლები ვართ, მეგობრები ვართ, უბრალოდ ეს პერიოდი რაღაც ერთი თვე ცოტა მეტიც ერთმანეთი არ გვენახა. კი ბატონო, არ გვენახა. არ გვენახა და ეხლა შევხვდით რამოდენიმე დღეა და ლაპარაკიც ვერ მოვასწრეთ. მოდი ეხლა ვისაუბროთ შინაურად. რა შვები როგორ ახარ? შეძლებს დაგვარად, ჯერჯერობით ისევ თბილისში ვარ, თბილისში მოღვაწეობ და მეგაპოლისი. ხო, მეგაპოლისში, რა ვიცი. რაც შეეხება ალბათ იმ კითხვა შენც ვკითხავდი და მეც ვისაუბრ ბადრის ამბავში, იმიტომ რომ ჩვენი მაყურებელს ძალიან უყვარს და თითქმის მარტო ბაგიტო მოგიჩვენე. ხო, ძალიან უყვარს ჩვენი რაღაცა ისე დავიწყეთ თავიდან, არ ჩვენ ველოდით ამ ყველაფერს, იმიტომ რომ თავიდან რომ გადავიღეთ მახსოვს რომ რაღაცა ჩვენც ვერ ვიყავით კომფორტულად, რაღაცა უცხო რაღაცა იყო, ანუ GoPro-თი ვიღებდით და ჩვენც არ მოგწონდა, რასაც ვლაპარაკობთ და ვაკეთებთ. ანუ მე რაღაცა რომ შეუყვარდა მაყურებელს, ჩვენც მე ასე ვთქვათ, მუღამით ვაკეთებდით და რავი ძალიან თვითონ კომედიის გვერდზეც როცა ვდებდით, ამერი ჩვენი არხით გავაკეთეთ, ძალიან ბევრი ნახვე მქონდა და ძალიან გვშიაბონებდა მართლა. ფაქტიურად რა დოზითაც ყავს ახლა გამომწერები, ფაქტიურად კი, ბადრი ხო ჩვენგან კი, ალბათ, რავი, 80% ჩემი აზრით. ბიჭები როგორ არიან? მოვიკითხოთ აქედან. ხო, და იმას ვიტყვე, მაგრამ ჩავამთავროთ ეს ამბავი და მაგის მერე გავაკეთეთ ხო ერთი სეზონი და მერე ასე ვთქვათ დაპაუზდა, იმიტომ რომ ვთქვათ რეალურები ვიყოთ, რომ ფინანსების გარეშე არ გამოდის არაფერი, იმიტომ რომ კი, თითქოს მარტივი გადასაღებია და GoPro-ს ჩამოიკიდებ თავზე და გადაიღებ, მაგრამ ნუ თვალი ჭამს, თვალი სვამსო და არ არის, ახლა მეც ვესწრებოდი გადაღებებს, ერთ-ერთი როლიც მერგო წილად ტაქსისტი მეგობრებო და ძალიან რთული გადასაღები იყო. არა, მაგას ვამბობ, ანუ თითქოს მარტივი ჩანს, მაგრამ 10 სერიდან 10-ვე სერიის გადაღება რომ დიდი ღონში მოგვიწია, უკვე მივხვდით რომ ჩვენთვისაც არ იყო კაი საყურებელი და ნახვებსაც დაეთყო და მაგიტოც ეხლა რომ ვთქვათ, როდის განახლდება ბადრი, ჯერ ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ თუ ფინანსები არ იქნება ისევ ასე ვთქვათ, უხარისხოს გაკეთებას და იმიტომ რომ უხდება იმას, რომ სად უცებ აკურიანში ხარ, უცებ ბათუმში ხარ, უცებ იქ ხარ და როცა ეს ყველაფერი ასე ვთქვით. ესეთი ფორმატია ხო პრინციპში. ხო, ფორმატია და სერიალიც არ არის, მაგრამ რაღაც ჩვენც თუ არ ვიგზავნით კომფორტულად თავი და ჩვენ თუ არ გვესიამონა გადაღების პროცესი და ანუ ჯიბის გასქელებისკენ მიდის მაინც არ. არა, სად გასქელება არ გვი. მე მოსამბობ რომ მაყურებელსო ესიამოვნოს, უნდა იყოს ხარისხიანი და მრავალფეროვანი და ისე ხო ქონდა ესეთი შეკითხვები, რომ ჯიბის ისქელეთ და მაგრად ხართ და ალბათ ახლა მაგ ვაკეში რომ სამი ტყუპიაში და მანდ არა ეგ ხმე თავისი აჩუქე. მე მითხეს კივი და თემოს აჩუქეს. კი, ყორო რუსთავერს მივედით, იყო გააბაზებული. ისე როდის მითხეს მეგობრებო, მე და თემო ორი წელი ერთად ცხოვრობდით, ცოტა მეტი. კაი, ეგი რომ მაცლე ხოლმე საუბარს. ოთახნახევრიან ბინაში და მაშინ მითხეს რომ თემოს აჩუქესო პენტჰაუსიო იქო. არა, მართლა მითხეს რომ მართლა იყო ასეთი ნათქვამი რომ მე და გივი რუსთავერს წავედით, რუსთავერმა გვიქირავა ბინები, რომ ჩვენ გვეცხოვრა იქ. ეს თავიდან იყო ქირა. კი და მე უკვე გამოიშყიდეს ის ბინები. მაგრამ მეც რო გიორგი მეც როცა მაყურებელი ვიყავი და ტელევიზორში ვხედავდი ვიღაცას, მეც რა თქმა უნდა მილიონერი მეგონა ეს ადამიანი და ასე რომ არავის არ ვამტყუნებ, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ჩემი გადმოსახედიდანაც ტელევიზორში გამოჩენილი ადამიანი ადრე თემურ ვერ დაგეთახმები, იმიტომ რომ შეიძლება შენ ხედავდე ვიღაცა ადამიანებს, რომლებიც რაღაცა მოძრაობენ რაღაცა ისეთი მანქანით, ფეშენებელური სახლები აქვს და ვფიქრობ რომ ის არის, მაგრამ შენ აზე შეგატყვეს ეს მაინტერესებს. მე შენ აზე შეგატყვეს რომ მილიონერი ხარ. ეგ არ ვიცი, მართლა მართალი ხარ, აზე შემატყვის არ ვიცი, მაგრამ ნუ ალბათ ტელევიზორში რო ხედავ ადამიანს გონია რომ რაღაცა ყველა შეძლებული პიროვნებაა. კაი, თემო, ასე უნდა გკითხო აუცილებლად, მე კი ვიცი და ჩემი სათქმელი ჩემ თქვი, ნაწილ ყველა გეკითხება, მეკითხება, ეკითხებიან ბიჭებსაც. კომედი შოუდან წასვლა, გადასვლა, გადმოსვლა ვერ გაიგო უცებ მაყურებელმა, ისე მოგვიწია ერთი არხიდან მეორე არხზე, მე იქიდან წამოსვლა, მე ახალი არხი, მე YouTube-ზე და ეს ყველაფერი ერთად ახსენი ეხა და ამდე მაყურებელს. ხო, ანუ ალბათ გასანდობით ისეთი აფერია, უბრალოდ, რავი, 7 წელი გავატარეთ იქ, შენ გაატარე 4 ხო? 4 წელი და ალბათ რაღაცა უკვე ასე ვთქვათ, თავიდან რომ მივედით, რა თქმა უნდა, მოხვდით ჩვენ საოცნებო ადგილას და ასაც მთელი ბავშვობა უყურებდით.
მოხვდი იმ ადგილზე რა, სადაც ოცნების ახდენა იყო მართლა და ძალიან გვესიამოვნებოდ იქ მივედი 20 წლის, როცა ვიყავ და უკვე ხა 25-26 წლის როცა ხდები, მარტო ასე რომ ვთქვათ, შენ სიამოვნებაზე ვეღარ ფიქრობ, და ოჯახი ყავს და ფინანსებზეც ფიქრობ, რაღაცებზეც ფიქრობ, იმიტომ რომ ხა კი აკეთებ შენ საყვარელ საქმეს, მაგრამ ნუ უნდა იფიქრო იმაზეც, რომ რაღაცა შარვალით საყიდელია. მე მახსოვს რომ ერთი ბედნიერი დღე მომიყევი, ემოსთვის კი არისო მაინც და მაინც ძალიან ბედნიერი დღე ის ჯანმრთელობის მხრივ თურმე აღმოაჩნდა ფარული ფილტვების ალთება ისე რომ არ იცოდა და შემთხვევით გული შეუწყვეტა და ვანო ჯავახიშვილის ჩაუვარდა ხელებში და ის იყო ბედნიერი დღე ამისთვის რომ ვანო ჯავახიშვილი ჩაუვარდა სამსახურის მეგონი პირველი მეორე დღე იყო ისე შევთავაზდი და ეგ ისტორია მე უნდა მომეყოლა იმიტომ რომ ბევრი დეტალი იყო არა მე მგონია რომ ეს არ მოყვებოდა ამ ისტორიას და თავიდან მომდი ვაპირებდი მაგრამ აზრი ახლა აზრი არა მე აზრი არ ამოვჭრით ანუ ასე მოხდა რომ მოში ასე დავაი აზრი არა რა მოუყვა შეჩემა ყველაფერი რა მოუყვა მე მზადებით იმის რომ მოუყვა ესე იყო მეგობრებო ნამდვილად ესე იყო მე მგონი რომ ამას არ მოყვებოდა არა მოყვება ხო ეგრე სამბედნიერად ყვებოდა ამას ხო ნუ ის იყო რომ ახალ მისული ვიყავ მართლა და სიცხე მქონდა დილით ვრავდექი 40 გრადუსზე და რა თქმა უნდა ეხა 2 კვირის მისულობა ვერ დავრეკავდი უფროსთან და იცით მე სიცხე მოქვს და დღეს ვერ მოვალ ამას ვერ ვიტყოდი და მივედი და ერთ-ერთ მომენტში ვიგრძენი რომ გული მიმდიოდა დავაპირე რომ გავსულიყავი კარიდან მაგრამ როგორც აღმოჩნდა გული წამოვიდა კარი შემოვანგრიე და თვალუცა გავახილე აღმოჩნდი ვანო ჯავახიშვილის და ლაშა გაბუნიას ხელებში და არა ის გამიტყდა მართლა რომ იქ მომივიდა ეგ ამბავი რომ ახლა იმაზე კი არ ვინერვიულე რომ გული წამოვიდა და ცუდად ვარ რომ იქ არა იქ რასანერვიულე ხო იქ რომ შევრცხვია მაგაზე მაგრამ ვინერვიულე გაგძელება თემურ არ მე 3 დღე ვიყავი საავადმყოფოში და გამოგწერე შეუძლებელი არ გამოვწერი ვარ თინაგითად არა 3 დღე შეშინდა პირველად იყო საავადმყოფოში 3 დღე ვიყავ მართლა და მე ვეღარ გავძელი და რომ მითხრა იქ თანმა რომ ანუ 3 დღე რო გავიდა ჩავიდე ხა და მე მზადე რომ წავიდე და შემოვიდა ხა იქ თანე და თურმე ეგეთ რაღაცა რომ ხელი უნდა მოგიწერო შენმა ექიმა ვინც შენ საქმეს კურირებს ხო და მოგიწერაო ხელიო ექიმაო და შაბათი იყო და არ იყო დიდი ვარაუდი იქ კი მოწერილი აქ მეთქი, კაი, მაშინ გადავალ შევამოწმო და რო გავიდა და წამოვედი და წამოვედი. რაც ასეთი ლაღი ცხოვრებას არ ქონია თემურაზ ნიკაბაძეს, ხო? ხა მე რომ მოყვე რაღაცეები, ჩემო გიორგი. არა, აღარ გინდა თემურაზ ავატირებდა. ესე იგი მასანკანიდა დაიწყე როგორც ყველა თითქმის ჩვენგანმა. კი ბატონო, მასანკანიდა და იშვიათი იმელები წევრი გახლდით. ბატონ ზაზალეჟავას აქედან მოკითხო, ვინც აღმომაჩინა და წამომიყვანა სოფელ ბარცხანაღანევიდან და რა ვიცი 2013 წლიდან უკვე მივყვებოდით მასანკანს. იყო 3 წელში იყო ბევრი იმედგაცრუება, ბევრი წაგება, რაღაცა, მაგრამ 2016-ში მოვიგეთ ჩემო კარგო და გავხდით ჩემპიონები და ასე მოვედით მე კომედი შოუმდე. თემურო. ასევე უნდა გკითხო რომ შენ კიდე სხვა მიმართულებას ერთად ცხოვრობდით მეგობრებო, მართლა ანუ ისედაც ბევრი დრო გაგვიტარები ერთად, მაგრამ მე მართლა ერთად ცხოვრობდით და ცალკე გავიდოდა თავის რაღაც ოთახში და ფარდის უკან TikTok-ი მაშინ იყო, აი მესმოდა რომ რაღაც აპლიკაცია იყო TikTok-ი, მართლა ოღონდ რა, ეს მასიური არ იყო TikTok-ი და რაღაცებს იღებდა, ესე ცეკვებს იღებდა. ხოდაშორის მე მაშინ გავაკეთე TikTok-ი მეგობრებო, ვიღაცებს რომ უტყდებოდა TikTok-ზე და არეგისტრირებდა, თავიდან რომ გაკეთდა რაღაცა ისეთი თემა იყო რა, რო არ მე მოდი ეხა ბოდიში სიტყვა არ დაიწყო, ეხავე გაგიმხელი ჯობია რა, გამხელილი ჯობია, მაშინ ვერ გეუბნებოდი. ცოტა ავად მეგონე რომ ეს რაღაცებს იღებდი თემურ. მაგრამ მე თითქოს დახვეწე ხო ეს რაღაცა კოუჩინგი შემოუშვი 385,000 გამომწერი იყო დილის რუტინები. არა, ჩემთვის ანუ ცოტა ისე ან TikTok-ი ცოტა ისეთი ის არის სოციალური ქსელი რომ ბევრი ადამიანი იყრის თავს, მაგრამ მე რაღაცა მე უფრო გასართობად ვიყენებ, ასე ვთქვი, რაღაც რეკლამებსაც რაღაცებს ვაკეთებ, მაგრამ მე პირადად რაღაც პონჩი მიხარია რომ არ მაქვს რაღაცა დიდად ცუდი კომენტარები და რავი, ჩემთვის ვაკეთებ, არავის არაფერს ჩემი რაც მოვწონს, იმას ვაკეთებ და თავის დროზე რო დაგეწყო რეკლამების კეთება TikTok-ზე. ხო, არა, თავის დროზე ანუ ტელევიზია ისეთ რაღაცა იქ რო ხარ, ცოტა ვერ წარმოგიდგენია რომ იქეთაც სხვა რამე მაგალითად ტელევიზიიდან რო წამოვედი, პირველი ერთი თვე გაგონიაში ვიყავი რომ არ მეგონა რომ სხვა რაღაცები შეიძლება იმიტომ რომ ტელევიზია იმდანაც გაჩვევს კომფორტს რომ აი ყველა გადაცემას თავისი პროდიუსერი ყავს შენ მიდიხარ და იღებ და მოდიხარ სახლში და მე რომ მარტო რჩევი რაღაცებთან ძალიან ისე ვიყავი რომ მეთქი ამის გარდა არ არსებობს არაფერი მაგრამ სხვადასხვა თემურ გენატრება ტელევიზია არ ტელევიზია მაგრამ ენატრება იმიტომ რომ სკეჩებში თამაში ძალიან სასიამოვნო პროცესია ეს გადაღებების რუტინები დიდი სიამოვნებით ისევ გავაკეთეთ მაგ ყველაფერს მაგრამ არ არის მარტივი რა თქმა უნდა იქაც არის სტრესი და სკეჩების არჩევას რომ რამდენი ხანი უნდებოდის და მაგრამ მონატრება არა მონატრება ძალიან სასიამოვნო პროცესი კი ახლა იწელებოდა და ხან 10 საათი ვიღებთ რაღაც მაგრამ მაგარი სასიამოვნო არ არსებობდა ნათესავები არ არსებობდა დროს დაგება შენთვის ხო ხო მაგრამ ნუ ესეც აი ხა რასაც ვაკეთებ ესეც ჩემთვის სასიამოვნო იმიტომ რომ მაგრამ ჩემი აზრით თუ სწორად
დაალაგებ YouTube-ზე, YouTube-ზე ხო ძალიან დიდი ტელევიზია და აქაც შეიძლება რაღაცების გაკეთება. ხო, იმას ვამბობ, რომ ესეც ახლა TikTok-ის და Instagram-ის და Facebook-იც არის თუ მოინდომებ არის შემოსავლის წყარო, იმიტომ რომ მეც თავიდან რაღაცა მერიდებოდა ვიღაცებისთვის შეთავაზება კომპანიებისთვის, მაგრამ თუ დაამოღებ, ახლა ნელა მაგის გაცნობაში ვარ, ძალიან სასიამოვნო ისა, რომ შენ ანუ რამდენსაც იშრომებ, ასე რომ ვთქვა, იმდეს მიიღებ რა, თუ დაგეზარება არის ეგრე რა, ვთქვა რომ გავაცნოთ დამწყებებს ანუ და მე პირადად ჩვენც არა ვართ ახლა დიდი გამოცდილების მქონე YouTube-ზე, მაგრამ მე YouTube-ზეც ვარ საერთოდ არ ვარ გამოცდილება და ამ ინფლუენსერსაც ქვია ამ TikTok იმაში, იმიტომ რომ 7 წელი ტელევიზიაში ხარ, მაგიტომ ვთქვი რომ გაზარმაცებული ხარ იმ პონჩი რომ ყველა კუთხეს თავისი ისყავს რა და მეც რო მარტო რო დავრჩი რაღაც მერიდებოდა გამარჯობათ რეკლამას გაგიკეთებთ რაღაცების მიწერა, მაგრამ მე გადავლახე და რა ვიცი ერთი 100 კომპანიიდან შევა 99-თან უარი მითხრა, მაგრამ იმ ერთმა ხო ეგ გადასალახია, იმიტომ რომ შენც გაქვს მეგონი ეგ როგორც ვიცი რომ გერიდება ვიღაცების მიწერა. ჩვეულებრივ მომენტია ხო არ ეჭხუბებ ვიღაც თავაზობ რომ მოდი რაღაცა თუ გინგ ხო მაგრამ ჩემი აზრით აი რაღაცა ისე რომ მიმართულებას მიცემ და სისტემატიურ სახეს ჩემი აზრით ხო არა ინტერესი გაჩნდება აქეთ და წესით ესეც უნდა იყოს რომ ინტერესი გაჩნდეს აქეთ რა კი და ნუ მაგრამ რაღაცა დეტალები მანდაც არის ხა ნუ ეხა შეიძლება TikTok ისეთი რომ არის რომ 100,000-ობით ადამიანია და ესე ყველა კომპანიების წარმომადგენლები ყველას ვერ მიწეს მაგრამ გადაცემები ხო არ არის ამდენი და გადაცემები შეიძლება იმიტომ რომ თუ არის აქტიური არც კომპანიას მოხდები თვალში ან რაღაცა კონტენტი შენს უნდა გააკეთო და ასე რომ ისეც ახლა მაგათად მე ვერ ვაქტიურობ იმიტომ ფიქრობ რომ მე არ ვარ ხო ეგ ბუნებრივად უნდა აი არ შემიძლია რაღაცნაირად კი არ მიტყდება უბრალოდ არ შემიძლია არ ვარ მაგას რო გავხსნე ხო შენ რო შექმნა რაღაცა სიტყვაზე ანუ რაღაცა უნდა მოიფიქრო სპეციალურად მაგისთვის ეხლა მე მაგ დამოღებული ასე ემთხოვა თუ რაღაცა რამდენი რაღაცა ვიდეო თუნდაც ის რაღაცა ბლოგებს რო ვიღებდი და რაღაცა კოუჩ რაღაც რამდენი წინა დღეს დავწერე და წინასწარ გავამზადე და რაღაცა არასდროს არ არის კაი უცებ რამდენი რაღაცა დავასხნელი კადრები მიყვარს ხო მაგრამ TikTok-ს ეგ არა ეგ კი არის კაცო ბევრი რაღაცა ბევრი ვიდეოა რომ შევა წინასწარ დაგეგმელა მე ჩემ თავზე რო ვთქვა ამდენი აი უცებ მომივიდა იდეა და გადავიღე იმას უფრო ბევრი ნახვები აქვს ვიდრე რაღაცა 4 თვეები მუშაო ტექსტზე და რაღაცა არ მაგრამ მაგას გააჩნია ხ ჩემი ბატონო ბევრი იუთუბერი მყავს ნანახი საოცარი გამომწერლები საოცარი YouTube-ის სხვა არის პოპულარობა უბრალოდ არა უბრალოდ ტელეფონით იღებს შეიძლება ტელეფონით რაღაც იღებს მაგრამ მე მაინც იმის მომხრევა რომ ხარისხი მიეხედოს ტელეფონი გადაღება YouTube-ზე რა ვიცი 21 საუკუნეში 720 პეთი არ მე მაგას ვთქვა ახლა YouTube-ზე ტელეფონით ვიმაპირებთ არის თავ ვიდეოს უყურებ ხარისხს მე პირადად არის რა თქმა უნდა კარგი გადაცემებია YouTube-ზე საქართველოში და ვერ იტყვის ვერავინ რომ არა ძალიან კარგი დონეზე არის ასული ჩემი ასე ტელეფონი გადაღება აღარ ის ტელევიზიის ყოფილი თანამშრომლებიც კიდე ბევრი ჩვენი მეგობარი გადაერთო YouTube-ზე და ძალიან კაი პროდუქტებს ქმნიან ბატონო და არა ის აღარ არის პროსტა რომ ადრე ხო იყო გახსოვს რომ ჩარტე და გადაიღდადი აღარ არის იმიტომ რომ ხარის ხალხი სწორიც არის ჩემი აზრით კი ხო იმიტომ რომ ხალხი არის ნიჭიერი ადამიანები თუნდაც აი კადრს მიღმა ხა არიან ადამიანები რომლებიც მუშაობენ ბატონო ხო ერთი სიტყვით იმის თქვა გვინდა რომ ტელევიზიის გარდაც შესაძლებელია ცხოვრება კი ბატონო მე კარგი ხა ბიჭებზე მომიყევი თემურ შენ თბილისში ხარ მე ხა უკვე თვეებია ქუთაისში გადმოვარდი და ბიჭები დიდი ხანი არ მენახავს და გივი პაპაო ნახე ამაცი სხვათა შორის ისე აი არ შეცვლილა ხო ახლა გივი პაპაო ხარ შეგილია ყველაფერი გააკეთო ხო კი შედალოცვილო ხო ხდები რა მაგრამ აი ბიჭო ყველას უცებ რა იყო იცი ხო მივედი და ხელი რო გაუწოდე იმანა ჩვეულად გამომიწო უშუალოდ ანუ აი ეგ მომეწონა ხო რომ გივი მართლა მენატრევით ბიჭებო და შეგიძლიათ ერთ დღესაც არაფერი იქედაც შეულებრივად რა ვიცი იმედი მაგვაქვს რომ ეს დასაწყისი იქნება ახალი გადაცემების და მე უკვე ბადრისაც დავაბრუნებ და გვაქვს ბევრი იდეა სპორტული გადაცემებისაც და რაღაცეების და მოკლედ ვეცადოთ ყველანაირად ეხა 100%-ით არ დავპირდეთ მაგრამ ვეცადოთ რომ ბადრის დავაბრუნეთ და არა მარტო ბადრის ბევრ საინტერესო თვით რომ გვაქვს იდეები რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა თემურ გენაცვალე შეგვიძლია დღეს მესტუმრე ასევე გავაცნოთ მაყურებელს თემური ჩემი გადაცემის პროდიუსერია მეგობრებო და ჩვენ ერთად შევქმნით და მოვიწევთ ძალიან საინტერესო სტუმრებს და ეხლა არ მინდა რომ ისე გულდაწყვეტი გავიშვა თემუ რაღაც სევდიანიც გამოგვივიდა და ცოტა პოზიტივიც მინდა შევიტანო შენს ცხოვრებაში თემურ კოუჩ საინტერესო შეკითხვა. მოდი შევთანხმდეთ მე წინა გადაცემას უყურე და შენ რაღაც კითხვებში არ იყავი ბუნებრივი მართლა. იმიტომ რომ რაღაცები არიდე რაღაცებს თავი და ჩემი აზრით კომენტარებში მაგარა ბუნებრივი შესახებ ის კითხვები მართლა ამის დაწერილია. მაყურებელი მიხვდება რომ რასაც დავსვა თუ ამ რუბრიკას ქვია უხერხული კითხვები მოდი პირდაპირ ვილაპარაკოთ ხოლმე. კი ბატონო. მე პირველი შეკითხვა. აბა. შენი აზრით შენ უფრო კარგი იუმორი გაქვს თუ შენ ძმას? ჩემი აზრით ჩემს ძმას უფრო კარგი იუმორი აქვს ლაივ იუმორში. თუ გულისხმობთ ესე ადამიანებთან ურთიერთობაში მაგრამ ჩემი აზრით მე
ანუ შენ ისე ვარ ლაივ იუმორში ის მაგარია და სკეჩურ ვარიანტში შენ ჩახტი ანუ არის უბრალოდ კატეგორია ადამიანების რომლებიც აი ცოტა ისე ხო იცი ადამიანებს უყვარს ორი სტილის იუმორი ვიღაცებს უყვარს ახლა მე უფრო მისრობს ჩემი ნათესავებიდან დაწყებული ყველა ისე რა აი სცენარული იუმორი ჩემს არ ქონია ეგ მიმართულება და არც არა შეიძლება იყოს სცენაზე მასაკარელი იყო ერთი ხო მაგრამ დარბაზები ინგრეოდა და უფრო აი პირდაპირ ჩართავს და ეგრევე წინასწარი რაღაცების გარეშე ეს გეთახები რომ ლაივ იუმორში ალექსანდრე ძალიან ძლიერია და თვითონაც ანუ არც მეგონი სწორად ახსენე კი არა კარგად კი ბატონო ლაივ იუმორი მართლა ძალიან მაგარია სცენური და ის განსხვავებულია რა თქმა უნდა თემურ აბა იყავი გულწრფელი და უტეხი ჩემია ყველა ვარიანტი იცი უეჭველი კა ყვარებია არა ის არ არის ყველაზე უხერხული სიტუაცია კომედი შოუს ისტორიაში ოღონ ისტორიაში რა შენ რაც ხარ აი ალბათ ის ამბავი რა რაც მოუყავით ახლა გულო წამოვიდა და კარები შემოვანგრიე მანუ ჯავახიშვილის კაბინეტის ეგ იყო ალბათ იმიტომ რომ ორი კვირის მისული ვიყავ და ძალიან შემწხო მართლა და მე გადაგიყვანა ხო თითქოს არაფერი ხარ ჩვენი მოვლენა მაგრამ იმ მომენტში რომ ახალი მისული ვიყავი ბრიგადამ გადაგიყვანა ახალი მისული ვიყავი და ესეთი რაღაც უხერხული ეგ მახსენდა მეტი ისეთ რა ისეთი არა და ეხა ჩემჯერია კარგი თემური გთხოვთ აი ფოტო თემური გაიხსენე ყველაზე ცუდი კომენტარი რაც შენი სკეჩის ვიდეოს კომენტარებში დაუწერიეთ ჩემი სკეჩის ვიდეოს კომენტარებში დაუწერიათ სხვათა შორის ერთი ესეთი კომენტარი ეგ იყო რა აი წინა გადაცემაში რომ კითხვა იყო ჩემზე მე სიმელოტე თუ გაწუხებს რომ ეგ შეთხელებული მაქვს თმა რასაც ხალხი ვერ ხედავს მაგრამ მე ვიცი რომ მაქვს თმა მოკლედ ესეთი ამბავი იყო რომ დაწერეს იქ რომ აი ეს თან მონიშნული იყო რა ეს სკრინი იყო ფოტოსკრინი ამოსკრინული იყო ვიდეოდან ეს ადგილი იყო მოხაზული წითლად ამა ხო იმუშავა ეხა იმან დასკრინა მე ესე გააკეთე მე და კომენტარში ჩააგდო იმუშავა ამაზე და დაწერა ეს როგორ დაწერა ეს რა უბედო ეს რა ჯანდაბა მე როგორ შეიძლება ეს ადამიანი და ცუდი კომენტარი რატო ანუ შენ იუმორისტი ხარ ანუ შენ თუ ხუმრობ სხვაზე სხვასაც შეუძლია არა მე არ ვხუმრობ არასოდეს ჩვენ გქონდა ესე ჩარჩო რომ არ უნდა გვეხუმრა ფიზიკურ ნაკზე ოდეს მე არასოდეს დამეფიცრება მე არ ვიხუმრია ფიზიკურ ნაკზე შენ საქმე შენიც მე არ გედავები მოკლედ ყველა უბრალოდ კრიტიკას მისაღებია კრიტიკას მივიღებთ აუცილებლად არასდროს არ ყოფილა ეგეთი ამბავი უბრალოდ შეურაცხყოფები არ იყოს რა ჩვენ სტიმულით გავაკეთებთ ამ საქმეს რა რასაც ვაკეთებთ ახლა ვიღაც ერთი კომპლექსიანი პიროვნება ეხლა ვნახე როგორ შეგარცხო თემურ ნახე აბა ხალხში რატომ არ იკეთებს ხვირის ოპერაციას? ამაზე მაინც გძლებდება, ამაზე პასუხი მართლა მაინტერესებს, რადგან როგორც ძმაკაც გეტყვი რომ საშინელი ცხელი გვაქვს, ეს ჩვენმა პროდიუსერმა დაუწერა და არა, იქ ახლა მარტივ პასუხი მაქვს, იმიტომ რომ არ მაქვს ჩემი ცხირის კომპლექსი და რავი, რაღაც სიტყვაზე, ანუ სიმართლე გითხრათ, პატარაობაშიც კი არ მქონია რაღაცა ცხირის გამო ისა, რა ქვია, რაღაც ზედმეტსახელი, ანუ ზედმეტსახელები მქონდა სულ თემკამერ ქვა და პადრე, რატო არ ვიცი, მაგრამ აი ნოსა და კეხა. მიზეზი არ მქონდა პადრეს. ხო, ჩემ ცხირი ძალიან მომწონს, მინდა, იმიტომ რომ მე ასე ვიტყვი, რომ ჩემ ცხირმა შემქნა მე პიროვნებად ჩამოგაკალიბა მე მართლა თუდაც სკეჩებში რაღაცეებში ჩემი აზრით რაღაცა უხდება პეც მაძლევს და მეც კომფორტულად ვარ ძალიან სხვათაშორის თემო ძალიან ესეთი ადამიანია სხვათაშორის უცებ გამახსენდა ერთი წლის წინ მომწერა ერთმა კლინიკამ რომ ასე ბარტერულად ჩვენ უფასოდ გაგიკეთებთ რინოპლასტიკასო და შენ პროსტა ვიდეოში გადაგიღებთ მაგრამ უარი ვთქვი იმიტომ რომ რაღაცა ვერ წარმომიდგენე ჩემი თავი პატრა ცხვრით ფოტოშოპით ვცადე და საშინელება ვარ კი აი ეს მე მეჩვენია რომ ეგეთ გიცნობდეთ თემო შემდეგი შეკითხვა რა გირჩევნია წყალტუბოში იყო ცოტა ფული ჰქონდეს და ხალხს ძალიან უყვარდა თუ პარიზში იყო მილიონერი იყო და ხალხს ეზიზღებოდა კარგად აფიქთი გეტყვილები და ხადაობები ბიჭო რა იცი დიდი ფიქრი არ ჭირდება მაგას ხა იქიდან დავიწყებ რომ წყალტუბოში დავიბადე გავიზარდე და ჩემი თელი რა ვიცი ის ეგრეთ წოდებული ყმაწვილი ბიჭობა გავატარე წყალტუბოში და ძალიან მიყვარს წყალტუბი ფარისეველი ხარ გიო მიუხედავად იმისა რომ ხა არანაირი რესურსი არ არის იქ ბიჭო ხომ არა ხე 20 მილიონს გაძლევს ტიპი და წადი პარიზში იქ ყველას ეზიზღები მაგრამ ეზიზღები იქ თუ სოფლი ყველგან ეზიზღები ადამიანებს ხო თუ მარტო პარიზში ეზიზღები არა ზოგადად ეზიზღები მაგრამ ოჯახი უზრუნველი ყავს და აი რა აზრია ხე ხა მასეთ თუ ყველა ჩემი შვილი ეზიზღებათ, ყველა ეზიზღებათ და მე მაგ ჯიბეში ფული და ვჭამ ბევრ რაღაცას. ანუ უარს განაცხადე და შენ წყალტუბი უარს განაცხადე. აი პასუხი იყო გიორგი, აბა ბოლო შეკითხვა და. ოპა. ანუ პასუხი და რაღაცები. კი ბატონო. თქვი სამი რამ? თემურ, გაგვიფრთხილე სამი შენი საიდუმლო, რომელიც ხალხმა არ იცის. სამი ჩემი საიდუმლო, სამი საიდუმლო რა რაღაც ისეთი რომ სამი არ ვიცი, მაგრამ ერთი ვიტყვი რომ მე მარტო ცხოვრობ მე 8 წელია თბილისში და საკუთარ თავს ველაპარაკები დავამოყავე.
ანუ მარტო ლაპარაკო? საკუთართან ველაპარაკები. ეგ არა, კაი თემა. არა, კაი არა, მაგრამ რაღაც პონჩი კაია, იმიტომ რომ რაღაცა მშვიდდები რა, რაღაცების ანუ ემოცია რო გამოგაქვს ხო, შეიძლება რაღაც ხმამაღლესე ლაპარაკობს. რაღაცა შეუღუნებ. შეიძლება ხლად კარგი არ არის, მაგრამ მე კი მეხმარება და. რა ვიცი, თუ ექიმი ვინმე უყურებთ და რამე დიაგნოზია და დაგვიწერეთ კომენტარებში. მე არა, რაღაც კაია. მეც რაღაცას რო უწერთ, უნდა სცენარს რაღაცას დავამუღებ რომ ხმაღალ ლაპარაკობ. სცენარის წერის დროს სხვადასხვა ძალიან ბევრი ვიდეო მომეპოვება შენი. თან რო წერდი და ხო, პირსო ვაყოლე. აი ესე აკეთებდა. ხა იქ ბუნებრივი. კაცე დაუცებ? მე ბიჭო, ლეგენდარულ სცენარისტებს. ეგ სტილი ქონდა თემოს. ლეგენდარულ სცენარისტებს წარმოვიდგენთ რაღაცას და მეერე წერთ. კი ბატონო. აი კითხები ამოგვეწურა კითხები, ხო? მეგონი არც ისეთი ძიმე კითხები არ იყო, თქო, მაინც საინტერესო არ ჩავაკენეთ, ხო? ძალიან საინტერესოდ ვისაუბრეთ ჩემი აზრით და იმედია მაყურებელსაც კი ბატონო, თემ ძალიან დიდი მადლობა. აი ხარე. ასევე მადლობა იმისთვის, რომ ჩემი გადაცემის პროდიუსერია და ერთად ვაკეთეთ ამ ყველაფერს. ასევე იმედი მაქვს იმისი, რომ ჩვენ დიდ გუნდთან ერთად კიდე გავაგზავნოთ ბადრის და არა მარტო ბადრის. და იმედი მაქვს რომ ამ გადაცემასაც კიდე მრავალი ეპიზოდი დაემატება საინტერესო სტუმრებით, საინტერესო ამბებით და გამომწერების რაოდენობას მოიმატებს. კი ბატონო, მადლობა ყველას, კომენტარი დაგვიწერეთ, გამოიწერეთ გვერდით და გვერდებით რომ ბადრიც მალე დაბრუნდება გენეცვალ. სახაზავი მუდამ თქვენს გვერდით. გენეცვალ და მესი მაგარია.